თუ ამ პროტესტამდე მაყურებელი მიდიოდა თეატრში, დღეს თეატრი მიდის მაყურებელთან და ის რომ მანიფესტი დღეს თბილისის შემდეგ არის ბათუმში, ალბათ სულაც არ არის გაუგებარი არა მთელი ქვეყანა თვალს, მთელი ქვეყნის ყურადღება ეხლა არის ერთი ბათუმელი ქალისკენ, რომელიც ჩემი კოლეგაა, რომელიც ტყვეობაში ყავს რეჟიმს და რომელიც 21 დღეა შიმშილობს. დღეს ზეამაღლობელის სახელი არაერთხელ გაჟღერდა აქაც სცენიდან. დავით დოიაშვილი, როდესაც ავიდა სცენაზე, მან მიიწვია რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები და უთხრა რომ ამ ადამიანებს უკვე არაფრის იმედი არ აქვთ, მაგრამ ასევე უთხრა რომ როდესაც იმედი არ არის, მაშინ ხალხთან მიდის თეატრი. ჩემს გვერდით ეხლა დგას ანდრო ჭიჭინაძის დედა. რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ძალიან მომეწონა მეც, მაგრამ ქალბატონი ლიკა გუნცაძე ისევე როგორც მზია ამაღლობელი. პირადად ჩემთვის უიმედობას კი არა, ასხივებენ იმედს. ლიკა, აქ ხარ, გიჭირდათ დღეს სცენაზე საუბარი. გითხარით, აი, მაინც ეს დღევანდელი დღე ამ ქალაქში არის დაკავშირებული მზიასთან, ხო, ესე გამოვიდა. რა თქმა უნდა, ქალბატონი მზია აქ დააკავეს სრულიად უკანონოდ. ჩვენ ყველანი ძალიან ნერვიულობთ, ძალიან ღელავთ. უბრალოდ მართლა 20 დღე უკვე ძალიან საშიშია. მე მოვუწოდებ ყველა ექიმს, რომ დადგეს ფეხზე. ყველა ექიმმა, რომელმაც ფიცი დადო, უნდა გაიღვიძოს, უნდა დადგეს ფეხზე და აუცილებლად რაღაცა მოიმოქმედეს, რომ გავიგოთ რა მდგომარეობა, გავიგოთ როგორ არის მთელი საქართველო ეხლა ამაზე. ღელავ კი არა, დილით რომ ვიღვიძებ, მეშინია გაღვიძების, რომ რა ამბავი დამხვდება. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. იცით, ყველა ქუჩაშია, თეატრი ქუჩაში გამოვიდა. ეს არის რაღაცა ძალიან დიდი სოლიდარობის და სიყვარულის აქტი. და მე არ ვკარგავ იმედს, მგონია რომ ყველაფერი უნდა იყოს კარგად, ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ გადავცურებთ სხვას. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩემს გვერდით მიშა ჩარკვიანია. მიშა, ჩვენმა საერთო მეგობარმა მზიას თავგანწირვა შეადარა ანტიგონეს თავგანწირვას. ვფიქრობ, რომ ალბათ საერთოდ თავგანწირვა. მე მაგალითად იმას, რასაც დღეს თეატრი აკეთებს, თეატრის პროგრესული ნაწილი აკეთებს, მეც ამას თავგანწირვას ვეძახი. დღეს ხართ ბათუმში, რა შეგიძლია? მე არ ვიცი, შევადარებდით თავისთავად მზიას თავგანწირვას შევადარებ ანტიგონეს თავგანწირვას, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ არსებობდეს კრეონი, რომელსაც რაღაც ღირებულებები გააჩნია და ღირსება გააჩნია. მიუხედავად მისი ანტაგონიზმისა, მას გააჩნია ღირებულებები და ჩვენ ამ წუთას ანტაგონისტად გვყავს ღირებულებების არ მქონე ხალხი და ამ წუთას ჩვენ სწორედ ამას ვებრძვით. ბათუმში ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ და ბევრი მოვისმინეთ. მე არასდროს არ დამავიწყდება მანანა ამაღლობელით ამოსვლა მზიას მიშვილის წეღანუსმენდი და ძალიან ემოციური მოსვენი იყო ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ პატიმრებზე ვისაუბროთ ბევრი, იმიტომ რომ ეს ხალხი ციფრებად არ უნდა გადაიქცეს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მათ ამბებს, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მათ პიროვნებებს და სწორედ აი ამ გაზიარების ადგილი შექმნას ვცდილობთ თეატრი და ძალიან მიხარია რომ ამ პლატფორმაზე ამდენი ადამიანი გამოჩნდა ბათუმიდან, რომელიც საუბრობს აჭარაზე, თავის რეგიონზე, იმ ტკივილებზე, რომელიც მათ აქვთ, იმ პოლიტპატიმრებზე, იმ ძალიან ღირსეულ ხალხზე, რა თქმა უნდა, გულისხმობ მზია ამაღლობელს, გულისხმობ ზვია ცეცხლაძეს, გულისხმობ თემურ ქათამაძეს, რომელიც უკვე მე-16 დღეა შიმშილობს ასევე, ხო?
ეს ხალხი თავს წირავს სამშობლოსთვის და ეს ქალაქი ღირსებით არის ავსე და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ქალაქს, ამ კუთხეს იმისთვის, რომ აქ არიან მედგრად განან თავიანთ პოზიციაზე და იცავენ თავის სამშობლოს და თავის სამშობლოს მომავალს. დიდი მადლობა. მე დავით დოიაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დასრულებულა პერფორმანსი, დამპირდა რომ ჩაგვერთვებოდა, ეხლა ვთხოვ იქნებ შეძლოს. ბატონო დავით, მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ თეატრის პროგრესული ნაწილი გადაიქცა სამოქალაქო თეატრად. თქვენ რას გვეტყვით დღეს უკვე ბათუმში? თეატრი მიყვება ყოველთვის თავის მაყურებელს. მაყურებელი გავიდა გარეთ, თეატრიც გაყვა მაყურებელს. ეს ესე იქნება. თეატრს, რომელსაც პულსაციაზე არ უდევს ხელი, ის თეატრი არ არის. ტყუილია ეგ ყველაფერი. ეს ყველაფერი არის ძველი რაღაცებით შტამპები, რომელსაც თავში გვიდებენ, რომ ჩვენ არ უნდა ვირეაგიროთ იმ მოვლენებზე, რაც ხდება პირიქით. ნამდვილი თეატრი რეაგირებს და ფიცხელ ომში ხომ ღეროდა მაჩაბელი. ესეა ქართული თეატრიც დღეს და არა მხოლოდ პროგრესული ნაწილი, არამედ მთელი ქართული თეატრი დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ამაში. ესეთი სოლიდარული არასდროს არ ყოფილა და ის, რასაც ახალი თეატრი აკეთებს, ეს არის მართლა ჩვენთვის სოლიდარობის რომ გამოვხატოთ ეს სოლიდარობა ერთი ჯარისკაცის მიმართაც, რომელიც დაგვიჭირეს. ეს სოლიდარობა გადამდებია, ნახეთ რა ხდება. ამიტომაც ყველას ძალიან დიდი მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვიკავშირდა და უფასო თავშესაფარს გვაძლევდა, საჭმელს გვაძლევდა, გვეუბნებოდა რომ ჩვენთან შემოდით, ჩვენ გიმასმინეთ. მადლობა აჭარას, მადლობა ჩემს ბათუმს, უზარმაზარი მადლობა ჯორჯიან პალას, რომელმაც დაგვითმო უანგაროთ და ჩვენი მასპინძლები არიან. რა ვიცი, ყველას მადლობა და ძალიან მაგარი საღამოა და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვედით იმიტომ, რომ თქვენ მოგისმინოთ, თქვენი ტკივილები გავიღოთ და გავერთიანდეთ. ერთად, ბევრად, მაგრა, ადვილად და სწრაფად გადავცურავთ ზღვას. მადლობა. მსახიობებმა, რეჟისორებმა გვითხრეს, რომ არ შევლენ თეატრის შენობებში, მანამ სანამ არ იქნებიან გათავისუფლებული რეჟიმის ტყვეები. ისინი მომავალ მანიფესტს წარუდგენენ ხვალ ზუგდიდს. შემდეგ უკვე იმედია ქუთაისში ჩავლენ და ალბათ მოივლიან ყველა ქალაქს. საქმე ის არის, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც ახლა მთლიანად პროტესტია, არის მიმართული იმისთვის, რომ დავისხდნათ ტყვეობიდან ძალიან ბევრი ადამიანი. მე მინდა ეს ჩართვა ბზიას ქალაქიდან დავასრულო. თავისუფლება ბზია ამაღლობელს. თავისუფლება რეჟიმის ყველა სინდისის პატიმარს.